ყველა ხელი მიდის ერთ-ერთზე რა. რა ხასახელსილო, რომ თან პატარა ვედროთი რა. ერთი ვედრა ესეთი წყალი, ერთი ვედრა დეკორატიული ცემენტი და ერთი ვედრა გაცრილი ქვიშა, წმინდად გაცრილი ქვიშა. ოღონდ ეხლა და ნახოთ რა გამოგვივა ხო და კიდე წებო ყევიას ვამატებთ კიდე შევიდით რომ სიმყარე კონდეს და კაი მიწება კონდეს კიდეზე რა. წებო ყევია რა თვალისწორად გემოვნებით. ამას ეხლავე ამ კონდიციაში უკეთებენ ხოლმე სარევავს რა. რომ მე ორმაგი წვალება აღარ გამოგივიდეს და პირდაპირ ფერზეც გინდა დასვა, მაგრამ ეგ მაგას აკეთებენ უკვე გამოცდილი ხელოსნები, ვისაც უკვე გამოცდილება ახლა გაკეთებული აქვს რა. რადგან პირველად ვაკეთებ ამ საქმეს და არ ვიცი როგორი გამოვა და ფერს რანაირად დავსვავ და სავარაუდოდ მომიწევს რამდენიმეჯერ მოზელვა ამ მასის. რა თქმა უნდა, ფერი შესაბამისად არ გამიჯდება სწორად სხვადასხვა მოზელვის დროს დასვა ზუსტ ფერს და აჭრედება მთლიანი სახე რა. ამიტომ ვიცი რომ ორმაგი ხარჯი გამოდის, წვალება გამოდის, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა მაინც არ აქვს რა. ჯერ გავაკეთებთ რიზკს როგორც საჭირო არის და მე უკვე გარე ფასადის სპეციალური საღებავით რა ფერსეც გვინდა დავასმევინებთ მაღაზიაშივე და იმ ფრად შევღებავთ რა. Всё, ტესტირებებს მოვჩით. ეხლა მოვუყურებთ 3 ვედროიანს, ანუ 3 ცემენტი, 3 ქვიშა, 3 ვედრა წყალი. პრაქტიკამ გვაჩვენა რომ რაც უფრო თხელია, მით უფრო ადვილია სამუშაოდ. გავიგეთოთ პირველად. ლაბორატორიაში ვდგავართ მე და გელა ბრიზბერგ ვიტელ ქვიშას ვუხურებთ ისე ვითვალტერენ ბლუმერჩი იველად ხარშავთ მასალს კედელზე უნდა ავციოთ ბრიზგის დროა ძმაოთ და ახლა კედელს დავციოთ მას კონხელთა თმანები იწყება ოპერაცია კედელზე ბრიზგს ვამზადებთ ესაა ჩვენი ქიმია კუბზე ვყრით ქვიშა სუფთა ფერის yellow gray Heisenberg თუ ქმნიდა blues ჩვენ ქმნით homemade spray ხო ხელოსანს ველაპარაკებ ვფიქრობდი მეთქი რომ არ ვიწალოთ და არ ვითხოვ ნაომეთქი იქნებ ხელოსანს გავაკეთები ნომერში რა 10 ლარი მითხრა კვადრატი კაიო მე ჰაშინაურბე შეიძლება 8 ლარში გავაკეთო რა 10 ლარის ყოლობაზე გამოდის 130 კვადრატი XPS-ი რაც გავაკეთეთ ზუსტად ვიცით რომ 130 კვადრატულობა გვაქვს გასკეთებელი ეგ ფანჯრების გამოკლებით სუფთა კვადრატულობა რაც არის რა 1300 ლარი გამოდიოდა მარტო ხელობა როგორი 1300 ლარი გადაიხადო მარტო იმაში რაც შეგიძლია რომ შენითაც გააკეთო კი დროს წაგართმევს კი არიცი მაგრამ გააკეთებ რომ მოინდობა როგაჩვენათ როგორი კონსტიტუცია იმენა მიგეგონება და ჭამა მოგინდება ერთი ქარი ჩადგეს და დაგვაცადოს დღეს მეტი არაფერი არ გვინდა რა ეს რო უკანა მხარეს მოვჩეთ ძალიან კარგი იქნება რა ხო და კიდე სტრაფის ხრივ რა ეხლა პირველად რო ვაკეთებ და რო ტესტებ და მე რაღაცა რო არ ვიცით წესით არიგით უკვე ხელოსანი რომ მოვსულიყო და გაიკეთებინა ერთ დღეში თავის ხარაჩოების აწყობა დაშლიანად თლიან სახელს გააკეთებდა რა არაფერი ისეთი სირთული არ არის რა კეთების ხრივ მარტივად მიყვები და აკეთებ რა მით უმეტეს ხელი როცა გაქვს მიჩვეული და იცი რა დისტანციაზე დადგე და საიდან მიაყარო უკვე ძალიან მარტივია მე კეთება ამის ეს მოურიეთ და გამომზადეთ უკვე ახლა უკეაც ზემოდან მიყვებით უკანა მხარია მაინც დავიწყებთ გაკეთებას და როგორც გამოვა რა დავი ქვემოთ რაც გავაკეთეთ სატესტო ცუდი არ გამოვიდა და ხელი რომ მიგეჩვევა და გააკეთებ უფრო უკეთესი და უკეთესი გამოგივა ბევრად რა წავიდა KP აბა შუა პროცესი რო გადავიღოთ როგორი გამოდის ეს მუქადრაც არის ჯერ გასაშრობი არის შვენიერი გამოდის მე მგონი ახლა რა გაი ფაქტურა გამოდის დავასრულეთ მეგობრებო რა ეს ქვედა მხარე გასაშრობი არის და ჩენი გამშრალი არის გამშრალი რა კიდე უნდა გაშრობა იმიტომ ადგილ ეთყობა შრება და სადა არის მშრალი მაგრამ საქმიდან არაფერი გამოვა მე წავედი უკანა მხარეს მორჩენილები ვართ ეხლა ავაწყეთ ხარაჩო და ვიწყებთ ამ გვერდის გაკეთებას
აქ გავაკეთეთ ახლა მეორე პირი რა. მეორე პირი ბევრად კაი გამოვიდა რა. აი ბევრად კაი გამოვიდა რა. ორიგინალი ლომი ესეც რა. რა ვიცი, კმაყოფილი ვარ. ძალიან ხოშიანი და ძალიან საკაიფო გამოვიდა. ამ კოლონაზე გეგმაში რა გვაქვს რა, გარედან ჩვეულებრივად ფასადი რა ფაქტურაც იქნება, ბრიზგი გაუკეთდება და შიდა მხარე მაგავაკეთოთ მიუხენ დეკორატიული ლესვით უნდა გაილესოს. ამ კოლონებს მორჩებით და დავიწყებთ მერე მარჯვენა გვერდის გაკეთებას რა. დავიწყეთ აქეთ ყრუკედელი რომელიც არის მაგის გაკეთება რა. ჩვენივრად მიდის საქმეები ჯერ ეს ერთი პირი არის გადაწარებული, მე მივიყვანით და მეორეს გადავატარებთ. დაგვრჩება წინას კეთებელი, მივადგებით წინ. ეს ამით ხელი შეგვიწყო, კაია რო არ იწვიმა. მე მგონი ცუდი არ გამოდის და არ გამოვიდა. მოვურჩით მეგობრებო, აი ესეთი გამოვიდა გვერდითა კედელი. ეს კიდე ახლა გასაშრობი არის ადგილ-ადგილ, იმიტომ ეტყობა ესე. ნელ-ნელა ვიხვეწებით და ვსწავლობთ და ვაუმჯობესებთ. შვენიერი გამოვიდა ჩემი აზრით. პერადი დღეები არა, ვერი და ხელში ნიჩები, ზეზე გავდივართ მე და მამა ჩემი. იწრება მიჩებში გამოსგეება ნული, მაგრამ გულში რკინა გვიდგას. სახლს რომ აშენებ ძმაო, ამაზე მეტი სითბოსადა. ფუნდამენტს უღურებ, მინცა კვადა ცივი ცემენტო. გეგმა ვაკეთებ, შეცდომებს ვასწორებ ლენტო. მანსარდი ავწიეთ გადახურა პირველივე ტრეკი. მოიზოლაცია ჩვენი თქვა ბამბა შიგნით, ცედ XP-ს ბლოკები. შვიდ შრომას კიდევ ხელით ველალ დეტალს დალა არ ეგება, მაგრამ მაინც მივყავად დეტალს შეცდომებსო ბევრს, მაგრამ არ გუკლებს ეს ნობას, როცა საკუთარი სახლია თითო დარტყა მას აქვს მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი შობა, ჩვენი სახლი, ჩვენი ხელი, მე და მამა ჩემი ერთად ერთი გუნდი, ერთი გზა, ერთი გული. ვიღაცისთვის უბრალო კედელია ჩვენთვის ისტორია, ხოველი გაქრულია რო აგონკა ჩვენი მოგონილია. ეს აქ რაც რჩება, ეს მიუხენით ილესება აივნის მხარე. One day later. ვნახოთ ახლა მიუხენი როგორი გამოგვივა. აი პროსტო რა ვიცი, აი აი. აბა გვერდულად, აი ხო ცადე. მინდა გვერდულად გავუშვა, მაგრამ იქ ამის მომზადების წესი როგორ არის, 25 კილოიან ერთ მეშროგზე უნდა რაღაც 6.5 ლიტრა წყალი. კარგად უნდა გადაურიო, მე 5 წუთი დააცადო და 5 წუთის მერე კიდე ერთხელ გადაურიო, რომ რაც გასახსნელია, მთლიანად თავარია კარგად გაიხსნას რა. რო გაშრება, სადღაც 5-10 წუთი უნდა დააცადო, ცოტა კიდე გასაშრობიაო და მე ერთი გადასმა გადაუსვა. მიმართულებას მისცემ ისე როგორი ფაქტურაც გინდა რა, ეხლა თუ ესე ზევით ქვევით წაიყვან, ხო, ეს ჭრილები ზემოთ ქვემოთ და შეიძლება კიდე მესამე ვარიანტია ესე რომ წაუსვა მთლიანად აზელილი გამოდის რა, არეული გამოდის მაგ შემთხვევაში რა, ეს უკვე გემოვნების ამბავია, როგორ გინდა რომ გამოგივიდეს რა. ერთი რა არის რომ დიზაინერულ ამბავში ესე ჰორიზონტალურად უფრო აგანიურებს ფართს და ვერტიკალურად უფრო სიმაღლეში წაიყვანს, ანუ ვიზუალურად რო შეხედა, უფრო მაღალი გამოჩნდება ის ადგილი რა. ერთი ეგ მომენტია, თორე სხვა დანარჩენი გემოვნების ამბავია
ვის როგორ უნდა. ეს ზემოთ არ გადაგვისვია, აი, განსხვავება რაც არის იმენ ახალი წასმულია. აქ უკვე რო დავაცადეთ და გადავუსვით, აი ესეთ ფაქტურას იღებს, აი. აი ესეთი გამოდის. მუშაობის პროცესი. ეს უკვე გაკეთებულია. აი კლატკი ლუმი მხარე ჯერ გასწორებელია ჩვეულად ესნება მე სადღაც 5 წუთამდე დაელოდები ცოტა უნდა შეშრეს და მე გადავუსვა ორ მართლებითაც გინდა. გავაგზელე ახლა ვიწყებ მე კიდე ფანჯრების და კარიბების გამოყვანას. ესე იგი ამის თავარი მუღამი კიდე ერთი რა არის რა, რომ დაიწყებ ერთი ნაჭერი აი კუთხიდან კუთხემდე ჯობია რომ დაამთავრო და მორჩე რა. რომ არ გაგიშრეს. ეხლა ვიწყებთ ქვევით, გადავალთ და ქვევით დავიწყებთ გაკეთებას. ქვემოთ გუშინ დრო რაც მქონდა მე დავყევი ფანჯრები გამოვიყვანე. ქვემოთ ყოველდღე გამოყვანილი არის. დარჩენილია მარტო აი ეს სპლაშნოი კედლებს რომ ეგენია გასაკეთებული. აი ესეთი გამოვიდა. ცოტა ხელის მიჩვევა უნდა, მაგრამ ხელს რომ მიაჩვევ, მე სული წინ და საკაიფოდ მიდის და აი ესეთი ფაქტურა გამოვიდა. აი ესეთი თულიც არაფერი არ არის, რო თქვა, ვერ გავაკეთება. აბა ადული ფაფიჭამა. მეგობრებო, გეგმაში რა გვაქვს რა? მე და მამაჩემი გავიყოთ საქმეს, მამაჩემი დაამთავრებს აქ გალესვას და მე კიდე დავიწყებ და ფანჯრებს ერთი პირი საღებავი ნაწავს, საღებავი ნაყიდი გვაქვს გამზადებულია უკვე. ფანჯრებს გამოვიყვან, შეღებილი რო იყოს, რომ დავიწყებ პირდაპირ როლიკით მივყვეთ და მთლიანი სახლი ერთი პირი მაინც შევღებოთ.